2019 წელი გადის ბოლო თან დამოუკიდებლობიდან და ყოველი 26 მაისი მით უმეტეს ისეთ მოცემულობაში, როცა პოლიტიკური პოლარიზაცია ძალიან წვავდება და მით უმეტეს რომ ადამიანები ყოველდღიურად და ციხეში მიდიან და რაღაც აბსურდული ბრალდებებით არიან დატუსაღებულები პირდაპირ გაგებით ამ ფონზე ნამდვილად ესეთი სიტყვები როგორც არის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, რაღაც თანასწორობა, სამართლიანობა ცოტა არ იყოს და თავის პირვანდელ შინაარს მოკლებული არის. და ამის ფონზე უფრო პრობლემური ხდება ის, რომ ყოველი 26 მაისი რაღაც ასოცირდება ხოლმე რაღაც განახლებასთან, მომავლის იმედთან და რაღაც ცვლილებებთან და ეს პერსპექტივა რომ ანუ ყოველი 26 მაისი იყოს რაღაც სიახლის მომტანი და გიხაროდეს ქუჩაში გასვლა და აღნიშნა ამის ნამდვილად არ იგრძნობა თუნდაც იმის გამო რომ ისევ და ისევ ამჩნევ ძალიან მარტივად რომ სიტყვები იქნება ეს შინაარსები იქნება ეს ინსტიტუციები იქნება თუ ზოგადად პოლიტიკური პროცესი საკმაოდ ჩიხში შედის და ეს არ ხდება იმის გამო რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ აღქმა იმის თუ რა არის დამოუკიდებლობა ეს ხდება იმის გამო რომ ვისაც ძალაუფლება უყრია ხელთ ისინი ყოველდღიურად თავისი კანონებით თუ რიტორიკით სიტყვებით თუ ქმედებებით ამ 26 მაისის ასე ვთქვათ იდეას ვერ გაუფასურებენ მაგრამ არ ყევენ ნამდვილად, იმიტომ რომ იდეა რომ გაუფასურო მაშინ უფრო რადიკალური მექანიზმები გჭირდება, მაგალითად რავი ქართული დროშა უნდა გათელო მაგალითად ხო და მაგას საბედნოდ ვერ შვებიან ჯერ, იმიტომ რომ იციან რომ ეგ ალბათ გამოიწვევს საკმაოდ დიდ რყევებს მათივე გუნდში და მათივე მხარდამჭერებში. აქ კიდევ ერთი დეტალი არის ეს აქციის ამბავი, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ შევეჩვიეთ 26 მაისის აქციებს, ხო, ანუ რაც არ არის ბუნებრივი ზოგადად, მაგრამ ჩვენ გვიწევს რომ ამ მოცემულობაში ვიცხროთ მხოლოდ იმისათვის რომ შემდეგი 26 მაისი აღინიშნებოდეს. ანუ აქ უკვე ბრძოლა აღარ არის იმაზე როგორი სასამართლო გვინდა თუ როგორი დამოუკიდებლობა გვინდა. აქ არის უბრალოდ რომ 26 მაისიც არსებობს. აი აქამდე მოვედით სამწუხაროდ და აი ეს ინგლისი როგორც აქ ამერიკას ხო რაღაც საზეიმო სადღესასწაულო როცა წვეულება ადამიანები რო იკრიბებიან წესდასე უნდა იყოს ეს თარიღი ჩვენ. ისე როგორც 14 ივლისი მაგალითად ეს 4 ივლისი ხო ანუ ეს თანამედროვე პოლიტიკური საერო დღესასწაულები ასე ერთობისა და განახლების მანიშნებელია ხოლმე და ჩვენთან რატომღაც ესე ვერ ხდება და აქ უფრო ერთი მნიშვნელოვანი კიდევ ერთი ძალიან პრობლემური ამბავი არის ის რომ ასეთ დღეებში როგორც ჩვენ გვიდგას ხო ანუ აღმოჩნდა საკმაოდ დიდი რაც პოლარიზება ორი საქართველოს ერთ მხარეს არის მართლა რაღაც წარმავალის საქართველოს იდეა რომელიც არის რაღაც ავტოკრატიით შემოსაზღვრული ბნელი ბუნდოვანი რაღაც შფოთებით ახსნავს და მეორე მხარეს არის ქველმოქმედების სიკეთის რაც თანადგომისა და ასე ვთქვათ იმედისა და სიმშვიდის და არა მშვიდობის სიმშვიდის თოლით რაღაც მომავალი ბალახის თუ ყვავილების მეტაფორა მომდის ეს დღეზე სულ თავში რომ ამიტომ ყვავილი გავუსწრება ილიანორეს უყარდა ხოლმე და ბოლოს აფხული მოდის თან არ დადნა შესაბამისად ერთადერთი რაც მინდა უსურო ალბათ მაყურებელსაც ჩემს თავსაც და თქვენ ყველას ერთად არის ის რომ აი ეს იმედი რომელიც გაჩნდა ამ დღეებში და იმედი რომელიც არსებობს იმ 26 მაისის იდეის მიმართ რომელიც დადგება დღე-დღეზე რა შეიძლება მეტი მოქალაქე ჩაერთოს ამის აღნიშვნაში თუ ამ ქველმოქმედებაში რომელიც წინ უსწრებს 26 მაისს იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ახლა რომ რაღაც გამოჩნდეს იმ ერთი საქართველოს იდეა, იმ ერთი რაღაც მომავლის იდეა, რომელიც გვაერთიანებს, რომელშიც დიდების და პატარების, სტუდენტების და აკადემიურ პერსონალს, მედიაც და რიგითი მოქალაქეები თუ ემიგრანტები, რომლებიც ქვეყანაში არ არიან, რაღაც გაერთიანდებიან და იმედით აღიუსებიან. აქ კიდევ სულ მინდა ხოლმე ვთქვა და თქვენს ერთ-ერთს გამოვიყენებ, იმიტომ რომ როცა ვლაპარაკობთ 26 მაისზე, რაღაც სულ გვეკარგება ხოლმე ჩვენი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ხვედრი. რომ ჩვენ იქნებ 14 აპრილი, იქნებ 26 მაისს გვავიწყდება, რომ იგივე ახალგორის რაიონში, გალის რაიონში, ოკუპირებულ აფხაზეთში თუ მთლიან სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ ავტონომიურ ოლქში სულ იტანჯებიან ადამიანები, მათ უნდათ აღნიშნონ 26 მაისს, მაგრამ ვერ ზეიმობენ და ამაზე ქართული ხელისუფლება დუმს. ჩვენ ვხედავთ მუდმივად დუმილს.
ამას და ისინი არ ფიქრობენ იმაზე თუ როგორ არიან მათი თანამოქალაქეები კი ახალ გორში გავში და გეტყვიან ანექსიის შიშითო, მაგრამ ანექსიისკენ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მივდით. აუცილებლად გვახსოვდეს არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება და მომავალი, არამედ ის ადამიანები, რომლებიც არავის არ ახსოვს სამწუხაროდ და ეს 26 მაისი იმედი მაქვს რომ რაღაც თუნდაც ქართველი პოლიტიკოსების იმ ნაწილში რომლებიც წარმოადგენლები არიან უკეთესი მომავლის ხედვით იქნება რაღაც ძალიან ფართო დატვირთვეს და ის მოიცავს მართლა არა მხოლოდ რაღაც ენგურიდან კახეთამდე ტერიტორიას, არამედ მთელ საქართველოს და იმით. აი რა